იყო ასეთი ჯადოსნური სიტყვა გამოჩნდა დიზაინი, რომელიც საქართველოში ესეა, ეხლაც ასე უყურებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უხეშად ვთქვათ, ბუკვალური თარგმანით არის დაპროექტება. ლოგო ძველად იყო მარტო სიტყვიერ ნიშანზე, ლოგოსი იყო და ლოგოტიპი ერქვა და ლოგოს, მაგრამ იმდენად ისეთი გავრცელებული სიტყვა გახდა რაღაცა, ყველა ნიშანს ლოგოს ეძახიან, მაგას ძველად ეძახოდნენ სიმბოლო, ემბლემა, სავაჭრო ნიშანი, 1000 სახელი ჰქონდა. ეხლა დღეს ყველაფერს ლოგო ქვია და ალბათ კარგიც არის, იყოს ლოგო. ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რა არის ძირითადი პრინციპები. უნდა იყოს ინფორმატიული, გადმოსცემდეს იმ შინაარს, რასაც ატარებს მისი ლოგოს მატარებელი ორგანიზაცია, პირველი შინა ლოგო. მეორე უნდა იყოს ადვილად გარჩევადი და ადვილად დამახსოვრებადი, რომ შეგშენეს ეს არეკლამო და იმისთვის მილიონი მიზის. მესამე უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მარტივი იყოს, რომ შეიძლებადეს მისი გადიდება, თქვენ რო გახატიათ რაღაც კურთხევაზე და მეც რომ რაღაცას ნიშანი შეიძლებადეს, ქსოვილზე შეიძლებადეს, ლითონზე შეიძლებადეს, ხეზე შეიძლებადეს გაკეთება. ყველანაირი იმას უნდა უძებდეს. ეს მოთხოვნები არის აბსოლუტურად პრაგმატული, ცხოვრებისეული მოთხოვნები, რომელიც სახვითი ხელოვნების პროდუქციას არ წარედგინება არაფერი. უნდა ნახო და მოგეწონოს და აი აქ უკვე ბევრი რაღაც ნიუანსებია და სწორედ ეს არის სამრეწველო დიზაინი, გრაფიკული დიზაინის ეს სპეციფიკა.